მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ჩვენ არაერთი განცხადება გავიგეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, იმიტომ რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში გაკეთებული განცხადებები, მუხარის ტექსტები, დასანქცირებული ადამიანები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ არსებობდა, არანაირი ფაქტი არ არსებობდა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ეს თუ ის პიროვნება დასანქცირებული, ეს მტრული დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელი იყო. შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები გადაიჭირდება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვექნება მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ზოგადად სიახლეები იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით და დაველოდოთ. ის განცხადებები, ის სატელეფონო საუბარი იძლევა ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რომ ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლიდან. აქ ხო საუბარი არის ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებაზე. შესაბამისად, ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ინტერესებზე, ორივე ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული. ისე ვერ იქნება, რომ აი მაგალითად საქართველოს პატარა ქვეყანაა და ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს სხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად და ამ პროცესში დავიჭაგროთ, დავზარალდეთ, მივიღოთ მძიმე შედეგები, ეს ასე არ გამოვა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების აღდგენა, არაერთხელ გამოვხატეთ მზაობა, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო, ამ ყველაფრისთვის ჩვენ მოგვიწია ბრძოლა, სისხლით კი დაიღვარა, შესაბამისად ჭირდება გაფრთხილება, ჭირდება განმტკიცება, როგორც დამოუკიდებლობას, ისე სუვერენიტეტს. ისე რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა ის თუნდაც სატელეფონო საუბარი, შეხვედრა პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დაველოდოთ. დაიწყება საუბარი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ეს ხო არ იქნება ერთი კონკრეტული საკითხის განხილვა, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რა თქმა უნდა, მთლიანად მოხდება საუბარი ყველა საკითხთან დაკავშირებით და ნახოთ.